შემოვედ ახალი კარიბჭიდან. საახალწლო გაწყობა არის აქ ყველაზე მეტად იგრძნობა იერუსალიმის სამკუთხედში ახალი კარიბჭიდან. ახალი კარიბჭა გაკეთდა ვილჰელმ კაიზერის სტუმრობის დროს. სპეციალურად გამოჭრეს, ეს არ არის ძველი კარები, ეს 19 საუკუნის არის. და ეს საახალწლო ნაძვისხე ქრისტიანული კვარტალისთვის უბნისთვის დამახასიათებელი. ბეთლემის ვარსკვლავებით ძალიან ლამაზია. Вообще красиво, да? Წინვალე. არა, ჩვენს. ეს გამოსახულებების ბეთლემის გამოქვაბულის იმიტაცია, ფიგურებია შიგნით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართლმადიდებლური, მაგრამ დეკორაცია. ნაზარეთშიც გავავსი რა ხდება. აი, ულამაზესი. აი აქ სადღაც ბოლოში ირიგა პეტრე ივერის მიერ დაარსებული მონასტერი და აი ეს ქუჩა რომელიც მოჩანს ბოლოში არის სწორედ ეს არარატის ქუჩა, ყოფილი ივერთა ქუჩა და ქართულთა უბანი. ავეთის კოშკის თუ და იაკობის მონასტერი ქართული ყოფილი ამჟამად სომხების მთავარი სიამაყე, აქ ზის მათი პატრიარქი. ჩვეულებრივი კომპლექსია, შიგნით ეზოში არის კიდე ბელ მთავარ ანას ქართული ყოფილი მონასტერი და სხვადასხვა სამოსახლოები. არის არაჩვეულებრივი კომპლექსია, ალბათ ძველი იერუსალიმში ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია და ტაძარის მყინვარი არის. სომხები მას ძალიან უთილდებენ. აქედან იქნება ხოლმე მსვლელობა ცეცხლის გარდამოსვლის დროს და მე მინერია მონაწილეობა და მედიერი ვარ, რომ გამოდერების ჩვენი მეზობელი ხალხი დაგვეხმარა ფოტოშურის სომხების დელეგაციით შესულობ და მადლობის მეტი რამე თქვის. ყველა ერში არის არაჩვეულებრივი ადამიანები და მათ შორის ჩვენს გავიმართლა რომ გავიცადეთ სომხური საფრთხის თავმჯდომარე აშოტი, რომელმაც ამდენჯერმე დაგვდო პატივი თუ აცდების სამჯერადოდ ფაილის ესე შეგვიყვანა მის გადმოსვლას. ეს ქუჩა. ამის პარალელური ანუ მონასტრის მეორე მხარეს არის ქუჩა, რომელიც იწოდება არარატის ქუჩად და როგორც იწუნებიან სომხები, ოდესღაც მას ერქვა ძველად ივერთა ქუჩა და ეს მას ნიშნავს, რომ იმ უბანში ქართველები ცხოვრობდნენ. ქართული კოლონია იყო. სამწუხაროდ დღეს აღარაფერი აღარ არის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა. ეს სომხებთან მაღაზიებია, სანდროუნის მაღაზია. ვიცი კერამიკა შოული არის კარგი ოსტატები არაჩვეულები ნახელებია. ეს არ არიან. ეს 2000-მდე იყო და ახლა ძალიან ცოტანი არიან დარჩენილები და აქ გავეთ სატუროები და ასე. გურისტანზე გამოვედით. სადაც ცენტრალური მოედანი ძველი ქალაქის, სადაც იყრება ფაქტობრივად ყველა კვარტალი, აქეთ ქვემოთ სომხური რჩება, იქით მოახმადიანური და ქრისტიანული. აი, საყვარელი ადგილი, ძალიან. არაჩვეულებრივი გარემოების. აქია იონე ნათლისმცემლის მონასტერი ყოფილიასთან ავარ. და ძალიან ცოტა ხალხია. წმინდა ვასილის სილვამიდის. ამჟამად საშუალოდ საფლავისელი ანტელეელოა ატარებს. ეს კოპტების ალოსელოა იძულები მასკოვის საფლავს ძირებული ტაძარი ეს მეტალდაზარები და ეკლესია იერუსალიმისა Rezal. ეს კათოლიკური ნაწილი რომელიც ქართველებს ეჭირათ ადრე როგორც
პატრიცემური წმინდანი ახალ აღმოსავლეთში ძველი პრესკის მასშტაბი საერთოდ მოხატულობა ნაკლებად არის რაღაც ფრაგმენტებია შემორჩენილი ალანები გასულის დაზარს შედასწრეს კათოლიკონს ეს კათოლიკონია მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდი სამლოცველო კახეთში ჯვაროსნების დროიდან მოგებულობის ძვლების კვალი დაასამადები კვალიფიკაციის საერთოდ ეს ტაძარი ფაქტობრივად მათ ადამიანს მოფერეს ერთ-ერთ მოაქციეს გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი მოწოდებული პრედელები ეს სამხური სულო ყურე ეს მაგზერ ტალანში და ეს მედრის პოვნის ადრილი აქ შევა შეიძლება ჩაბის პროგრამზე ცოდლებზე არის უამრავი ჯერები ჯვაროსნების გადაყოლებული კათოლიკოს საკუთრებელია Transportul Samuelia Robotisken mildewat ეს არის ადამიანის თავის ქალაქის და რობოტიდან ჩამოწვეთილას სისხლი დაეწვეთა მას ეს მასშტაბი კონსენსუს ადამიანის სამლოცველო ყოფილი ქართული სამლოცველო ეს ადამიანის სამლოცველო გოგოთა გარდამოხსნის ქვა გოგოთა ქართული წარწერა